არ გაჩენო. ხელი არ მოკიდა. ოკეი. წესებს ვიცავ. ბიჭო! მან რო არ ყირავდება. და მოყირავდა. აი არსი მეყვარულები როგორ ვანთებთ ნაკვერჩალს. აი ბილოტა ესა. მოიცა ეხა, მოიცა, მტვერი, მოიცა, მაჭამე. არა. ეს არის წვადის უპატივცემულობა ხალხ. ვაიმე დედა. რა გემრიელად მიდის. მარილ საყრაზე ყველა დამცინის ხოლმე და თუ გინდა გადაიხ. შევდივართ ტყეში, იქ ვნახავთ, ვინ გადალახავს იმ ჩელენჯს. მე არ ვიცი, რამდენად ზუსტად გადმოვეცით ამ ვიდეოთი, ამ გასვლის მთავარი სათქმელი. მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცით, ჩვენთვის ეს იყო მართლა საოცრება და დაუვიწყარი დღე, რომელიც არასდროს არ დაგვავიწყდება და ამ ყველაფრის მაქსიმალურად შესაგრძნობად წამით არ უნდა გადაახვიოს ვიდეო და ყველა მომენტს დეტალურად უნდა უყურო. მოვედით მამკოდაში. შეთანხმება იყო 12-ზე, მაგრამ აგვიანებენ. ხო და სანამ ეხლა დანარჩენები მოვლენ, დაგათვალიერებინებთ ვინებიც არიან იმის მანქანებს და განახებთ ვის რა მანქანა ყავს, წავედით. ამას შეხედეთ ხალხო. ვინც არის ეს არის ტრაქსას მაქსი და ეს საბურავი მე მგონი ცალკე უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ეს არის J კონცეპტის ყველაზე მაგარი საბურავები დედამიწაზე. და ისე ამ მანქანას რო ეკუთვნის დაახლოებით 3 ცხენის ზალა, ხო? სადღაც დაახლოებით ეგრე. ეხლა ჩვენ გვაქვს აყვანილი დაახლოებით 5-6-მდე რა და ნუ ამის კატასტროფულად დიდია რა და იმიტომაც შვება ამებს რაებსაც შვება. აი შალთიმეითი. აქაც კახას ჯადოქრობები. ხო, ამ მანქანაზე ჩვენ ენერგია ჩავდეთ. ჩემპიონატის მერე კიდე სერვოც შეიცვალა. ხო. ხო, ეს თავარი ატრიბუტია სხვათა შორის. ეს როა ტოპ 3-ში კი არ მოხდებოდა. ამით ხარ შე? ზომაში კი იგივეა. იგივე ზომის არის. X-Max-ი და ეს ერთი ზომა იმენა. თქვენ რა მანქანით ხართ? გვაჩვენეთ. ეს თუ ითვლება მანქანად. ამაზე საყვარელი მანქანა. პირველად უნდა ვატარო და მე მგონი კაი. მე დარწმუნებული ვარ გადალახავს ჩვენს ბარიერებს. ნახოთ რა შეძავს. თუ დაიკარგა კაი. კაი წავედით. თქვენს კრაულერს ხო გაგვაცნობდით? Suzuki. Tari. აჰა, მე რატომაც გონდია რომ აი თვითონის არსი კრაულერიც რაღაც ამიზო. ერთი 4 მასშტაბია რა 1.5 რა. არა ის რა არის ის გოჩვენება? ის ის ეგეთი პატარა ყავს. MN 82. Only full. ნამდვილ მანქანებში ხო პატარა არის და ეს არსიშიც პატარა მოიყვანა. კაი წავედით. წავედ ახლა მატოზასთან. მატოზას ყავს აწყობილი რაღაც ხაფანგი და ცოტა გამოვცინცლოთ ამბები. მატოს. შენ მანქანაზე უნდა გითხრა ორი სიტყვა. ბაგი არის აწყობილი ნულიდან. გამოყენებული არის სხვადასხვა ბრენდის ნაწილები. ჰიბრიდია, ხო. მოიც თან ვაჩვენოთ როგორი მიდი. ვიზუალი აქვს. მე კარგად დაიწყე შენ გააგზელე. ამორტიზატორები აყენია ლიზარდები, ტოპ 3-ში შედის. სოფლიოში. ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის ხიდებია, მეუსი. ან პირველია, ან სამეულშია იმენა. სამეულში არის. საბურავები ამ ეტაპზე ინჯორა მიყენია სატესტოდ. ჩინური კარგი ბრენდია. ჩინური კარგი, ხო. დანარჩენი ეგ არის ძირითადი. ხო, ძრავი ძალიან კარგია. ძრავი სტანდარტულია და სერო არის ხიდზე, რაც მთავარია, რაც გვაძლევს სამხელა მოხვევის საშუალებას. ხო, შენი რა არის? მე ბევრი არ მიწვალია, როგორც გიორგი მიწვალა. ვიყიდე და იმის მერე ვამტვრევ. მაგრამ ვერ დაამტვრე. ჯერ აი რაღაცები გატყდა, მაგრამ მაინც მუშაობს. აი მოდი მე გეტყვით ახლა რაღაცა ცოტა კორპუსი დაზიანდა. კორპუსი დაზიანდა. მე ხარ ფერი გაგვრჩები. დაიკატა, დაიფაჭნა. всё. რეალურად ეს კაცი ამ მანქანას კვირაში 5-ჯერ მაინც ატარებს, ოღონდ იცით როგორ ატარებს? არინდობს და ეს მანქანა არ ფუჭდება. ეს არის ჩემი მანქანა. ეს არის რომელიც არის სულ გაფუჭებული და სუდადის. გაფუჭებული არ მაინც დადის. ხო FM-ია.
კი. აუ FMS რა მოდელია? LC80. ხო, FMS LC80, კი ბატონო. ეხა არხი გამოწერილი თუ არ გაქვთ, აბა შეამოწმეთ. თუ არ გაქვთ, გამოიწერეთ. აჰა, ჩაგაბარო შენი ტანკი. ვინმე რამხელა. რადიო თქონდა ამას. რადიო? ხო, ჭირდება? რა ვიცი, ჩავждები და ვივლი. აი, წავედი მე გავაზაპრავკებ და მოვა. ჩემ მანქანები წამოუღეს ხებს, მინდა ზოგი ისეთი არის წამოსული, ვისაც მანქანა არ ყავს. თქვენ შეგიძლიათ ხოლმე მომწეროთ, რომ ვდებ ხოლმე სტორებს და იმებს, რა ქვია, გასვლებზე და მთხოვეთ, რა პრობლემაა, თქვენს გათხოვეთ და ჩემთან ერთად წამოხვალთ ხოლმე. ვით უმეტეს თუ არ გეკნებათ გამოწერილი კიდევ უფრო. ან თუ შეიძლება ესა დამიჭიროთ. მოკლედ, ძალიან ბევრი ფიქრი არ დამჭირებია იმისთვის, რომ მედუნასთვის მანქანა ამერჩია და ეხა ნახეთ რა ავარჩია. წამოდით. რამე სპეციალურად ჩემთვის. კაი ვეღადავება ეს. რა სიტყვი, მე მგონია რაღაცა რა შემოვაჯდები რა? უეჭველი გამიძლეს. გამბავი არის. კაი კონტრასტი გექნება ჩემ და მარიშკას იმას დავხილავ. ოიცე რადიოს გიპოვო. ეხა ამას ორი სიჩქარე აქვს, მაგრამ სპეციალურად გიგდებია პირველში. ხო. რომ უფრო დამყოლი იყოს რა. სხვათა შორის ვინც არის ამას ორი სიჩქარე აქვს. აი როგორც ნამდვილ მანქანას კოლოფი რო აქვს. პირველში და მე ხო ასავლე მიდი. აჰა, ორი კოლოფი აქვს. ორი კოლოფი. ორი სიჩქარე აქვს. კოლოფი ერთი. ხო. მოკლედ, ესეთი ამბავი გვაქვს ახლა რა, რო იცოდეთ. შევდივართ ტყეში, იქ გვაქვს მონიშნული 1-2 ადგილი, სადაც არის პულივიზატორი თქვენზე არის დასხმული და იმებში უნდა გავიაროთ. მერე არის ლენტები გაბმული, იმ ლენტებში უნდა გავიაროთ და მაღლა გვაქვს ორი ჩელენჯი რა. და იმას იქ ნახავთ, ვინ გადალახავს იმ ჩელენჯს. დაახლოებით მაქსიმუმ 1 საათის ამბავი იქნება აქ და მერე გადავდივართ იქით. იქითკენ უკვე წვადები და ამბები წავა. კაი, პრინციპში აღარ დავაყოვნოთ და წავედით. რა მაგარი კაცია. ყველაზე მაგარი კაცი. გადავა რა არის, ესენი სადაც ვერ ეტევიან და იჭედებიან ხოლმე ეს გაივლის წესით. აი ამას მიყევი ზუსტად როგორც ივლის ისე იარე. ამას შანსი არა. ჯობია პირდაპირ ახვიდე. სნოხტე. ხوار გადაო. აი აქ უნდა ვცადოთ ასვლა რა. რიგრიგობით ვინავა ვნახოთ. ავიდა. და დაელოდეთ. მიდი ჯეკო. კარგად მიდის, არ გინდა ბევრი გასი. გეჭიროს? მარცხნივ. ატრიალე მარცხნივ, მარჯვნივ. აი ეხ მარჯვნივ. ცოტა მარცხნივ, ეხა მარჯვნივ. აი ესე. სადღაც უნდა მოსდო, მარჯვნივ წადი. მარჯვნივ. ცოტა всё. აქეთ იქით ატარე და ახვალ, სამიგერი. ბრავო. აბა იკონგი წავიდა. ნამდვილი კრაულერი. ეს პროსტა აივლის. აუარე გვერდი, აუარე. ახე სადინაგლა. აბა ვიესოთხების ჯახი. ამანქანის გარტყმა შევრო პირველ თუ ადარე. არა. ეს დამწყებები ესენი. ჩემ მანქანა პირველად იმოსქენი გავატარე და არ მეგონა თუ ესე ივლი და მაგარია. მარიშკა მიდი ცადე.
წავიდა ჩვენი ყველაზე პატარა მანქანა. რა უნდა გავითვალისწინო? იარე რა. ნახე თუ არც ვიცი ავად. ესე შევგეთხოვო ხო? ოხ. არა, შანსი არ აქვს. აბა ეგ. აი აქ რამენაირად, აი იქით. ეხა აქეთ ჩემკენ. მიდი, მიაწექი. ეხა იქით. ცოტა საბურავები უხურებს შენ მანქანას რა. აქაც ტექნიკით მარცხნივ-მარჯვნივ რაღაცები უნდა ქნა რა. მიდი. მარცხნივ. აი ესე, ეხა მარჯვნივ. ბევრი იყო. მაგრამ რო არ ყირავდება. და მოყირავდა. შენ შეგიძლია კიდე დარჩე და ეჩალიჩო. ისნახე. ვენგვიში იმენა საოცრება. ვენგვიში არის დეგენერატი მანქანა. გვაქვს ჩელენჯი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი აღმართი და ნახოთ რომელი მანქანა შეძლებს აქ ამოშლას. კაი, პირველი მინდა იწყებს. დავაი მატოს. ეს არის. ეხლა მას ბუღამი აქვს ესე ასლა. არანაირი. იმე დადგეს დავასა დახიანცდი რა. მიდი. დავაი. ჩააჭირე. პირველშია. მიდი. ცოტა მარცხნივ. მიდი. მარჯვნივ. ცოტა მარჯვნივ. არ გააჩერო. ხელი არ მოკიდა. ოკეი. წესებს ვიცავ. იმაში მედუნა მოყვება ის. აი, ნახოთ მწვანე რომელიც არ არის დაზიანებული. მიდი მახო. აი, უყურე პიკურ მომენტებში რო არ უჭედავდა, იმიტომ ავიდა. კილოზე წავიდა. ურა საყვარელი იყო. შემდეგი. მედუნა არ ნებდება. მიდი. არ გაუშვა გას. მაინც დაჟე. იცოლება. საგეძვა. აი, ლუკაშერია. H10, ნახოთ. აბა ვნახოთ Toyota. არა, Toyota საბურავები ვერ უხაჭავს რა. მარჯვნივ წასულიყავდა, ეხა მარცხნივ. და არ უნდა გააჩერო. ოპა! რა სიტყვება? ახლა. შენ შემოგევლეს ტურბოა, ხო? ჯეკო, მიდი. მაგამაკებინე წავის. ყველაზე ეფექტური შენ ხარ, ვაღიარებ, ჯეკო. მიდი, ჯეკო. ოპა! მოკლედ, ჯეკოს ხავს ბეშერი G-კლასი. შემდეგი ვინ არის? წავიდა. მიდი. მარცხნივ. ვის ეხა? ვაიმე დედა. ნიკოლოს წავიდა. ძალიან კარგად მიდის ჯერჯერობით. არა, ესე იგი წონის ბალანსი არის მოსაყომარებელი შენ მანქანაში როიცოდე. ვაიმე. კაი, მოდი მეცავალ რა. ეს არის კაი საბურავიო. არა, მე მგონი ამას შანსი არ აქვს ამ მანქანას. რა გავაკეთო? ეხლა უფრო დავრწ. ოპა! რა საყოველად გამოეკიდა. სანდრო, წავიდა. ორღადო, პროსტა გადაიარა. მეორე და ვინც გაივლის, ეგრევე დაბლა წავიდეს პირდაპირ. სხვადასხვა ეს ერთი კუთხით ცოტა რთულია რაღაც იმებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფესვები არის რა და ვისაც გრძელობაზიანი მანქანა ყავს დადებს. და აქ კიდე არ ეჭიდება რა. ნახოთ ახლა საინტერესოა. მე თვითონაც არ ვიცი ბოლომდე რომელი იქნება უფრო რთული. დავაი, მახო წავიდა. მახოსთვის მე მგონი ეს უფრო მარტივი აღმოჩნდა. კილოზე წავიდა. დავაი. მედუნა, წახვალ. ცდი. უფრო ისეა და დამორჩილი მარცხნივ. აი ესე, საღო. მარცხნივ გეჭიროს. მარცხნივ ჯობია. გეჭიროს და რო გადაყო მარჯვნივ. აი ესე გეჭიროს. მარცხნივ გეჭიროს, არ გაუჩვა. სწორად. საღო.
საღო. წავიდა. რა გემრიელად მიდის იმენა. ეს მანქანა არის ტოპი. აბა ნიკოლოს. всё. მარჯვნივ, ნელა, მარცხნივ ეჭიროს, არ გაუ. მარჯვნივ, დასწორე, საღო. წავიდა ლუკა. ვიმედა, უნამუსოა. ეს მანქანა დღეს ყველანაირ ყველაფერს ხსნის. მე მგონი ეს დღე ამ მანქანისაა. აი, ეგ არის ხალხო, წავედით ახლა დაბლა და ახლა იწყება თავარი მომენტები. ახლა მივდივართ ჩვენ საბადურისკენ. კარგი ლამაზი და რაც თავარია სიცხე რო არ არის ეგეთი ადგილებიაო. თქვენს ამასობაში არხს გამოიწერთ, ჩვენც იქ მივვალთ და დავიწყებთ უკვე წვადების შეწვას. იმიტომ რომ ამ ყველაფერს ძალიან უხდება მწვადები და სხვათა შორის ძალიან მაგრა გამომდის. საბადურში ამოვედი და ხო იცით როგორ ხდება ხოლმე აქ რო გაქვს იმედი რომ მოხვალ და ეს მაგიდები რო დაждები ვერსაც ვერ დაждები და ამიტომ ჩემი მაღალით ჩემი მაგიდები და ჩემი ყველაფრით ვართ ეხლა გავშლით და დავიწყებთ თან სხვათა შორის აქაც გვაქვს ჩელენჯები თქვენ ჩელენჯი ხო ის არის რომ არხი გამოიწეროთ და ლაიქი და ლაიქოთ ვიდეო და გააზიაროთ ეს ვიდეო ხო და ჩვენ ჩელენჯი კიდე იქნება გრადუს ტესტები წავედი აი მე მოვსუნთქავთ ვილაპარაკე ნარარირარა ახეთ სხვა ამპლუაში მიხილავთ აბა როგორ ჭრის სახში დამრჩა ჩემი სანაკებოდანა და მომიწია ყიდვა ჩვენ ხო ზოგადად არსის სფერო ძალიან გვიყვარს და ასევე ყავს ხოლმე სექტანტი არსიმენები როგორ დაუძახო არ ვიცი არსი მოყვარულები ხო და ეს როგორი ხალხი ახლა გეტყვით მაგალითად ერთი სტილის იქით არაფერს არ ხედავენ აი მაგალითად ჯეკო რომელიც შორიდან იყურება ყავს მარტო კრაულერი და სხვას არაფერს არ ეხება არ და ბევრი სხვა საინტერესო სტილის არსებობს. იცი, წერას. ეს დაბლიკატი შეგა. ეგ არის. აჰო, მართლა. მოიცა ეხა, მოიცა, მტვერი, მოიცა, მაჭამე. არა. ეს არის წვადის უპატივცემულობა ხალხი. ეს ზოგს აშკარად არ ისმის ეს ყველაფერი. არა და ნაჭრებსაც კი ძალიან დიდი გულის ყურით უნდა შერჩევა როგორც დაამზადებ. ბიჭო! არ ხარ შენ ჯამთელი. დღევანდელ გასვლას რაც შეეხება დავამატებდი პირველ რიგში იმ ადამიანებს ვინც აქ არ არიან იმიტომ რომ ესეთი კარგი გასვლა და ესეთნაირად საინტერესო ადრე გქონდა უფრო პატარა მასშტაბებში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტი და მეტი გავიდეთ ხოლმე ერთად იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ვართ უფრო საინტერესო ხდება უფრო არ ვიცი ყველანაირად უფრო სასიხარულო და სასიამოვნო ხდება ესეთ შეკრებები და შესაბამისად ვისაც ყავთ პირველ რიგში მანქანები და აქ არ ხართ უნდა იყოთ მე გადავწყვიტე რომ თვეში ერთხელ მაინც შეიძლება ყოველთვის არ გამოვიდეს მაგრამ თვეში ერთხელ მაინც მინდა რომ გავაკეთო ესეთი კარგი გასვლები სადაც ესე ერთად მოვილხენთ და რაღაცა პოზიტივს მივცემთ ერთმანეთს ხო რა არსი მარტო მანქანები არ არის და მარტო ეს რადიოს ხელსჭერა არ არის ურთიერთობა არის და აი ეს შეკრულობა არის და ამ სფეროს ძალიან ჭირს ეს ყველაფერი.
აი არსი მოყვარულები როგორ ვანთებთ ნაკვერჩალს. თავარი ყველაზე მაგარი პროცესი მოიცადე, გამსაზღვროთ. ეს არის იმიტომ ყველაზე მთავარი პროცესი, რომ ამ დროს ხდები, რომ რაღაცები ახლოვდება და ნერწყვი იმატებს და შიმშილის დონეს აშკარად აი ხდები, რომ თურმე ძალიან ხშია. ვის გიყვართ აბა მწვადი? ერთი დამიწერეთ და რაღაცა ხო არ მოვიფიქროთ საერთო ამბავი. შედი გაფიქრი. ამდენია? 61 და 8. ამოი. მარილ საყრაზე ყველა დამცინდის ხოლმე და თუ გინდა გადაიღე. Posible, está muy bien. Bulgaria. Alía, que te ulet o va de lo gordo. ერთი ჯამი გამითავისუფლეთ ამის. აბა მობრძანდით. მაგრამ ამას ხელს არ უშვებ, იმიტომ რომ მე არ ნახე ჩავდიახ კვიცევა. ჯერ წარე ჭამეო, მოიც? მე ჭამე მე და კაია. ძალიან კაია.
წვადი ძალიან გემრიელია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თქვენს თვლით, რომ არანაირი უფლება არ მაქვს საბადურიდან ისე წავიდე, რომ ამ მონსტრს ეს ყველაფერი არ გავაკეთებინო. გამოვეპარე ახლა ჩემებს, იმიტომ რომ არ შემიძლია რომ ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, მოხდა და ახლა რაც ხდება, ეს რო არ გაგიზიაროთ არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ ეტაპობრივად თქვენ ჩაერთოთ ამ ყველაფერში. პირველი დავიწყებ იმით, რომ იქ რო ვიყავით, ეს კრაულინგი რო დავიწყეთ, იქ კიდევ ვერ ხდებოდი რამდენად მაგარი იყო. ხო ძალიან ბევრჯერ გავსულვარ და ხო აი რამდენაირ რაღაც მოგვიწყია, მაგრამ აი დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდა რა. იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ ის ადამიანების ჩაერთდნენ, ვინებსაც საერთოდ არც მანქანა არ ყავთ და უბრალოდ ინტერესის კუთხით, რომ აი ნეტა რა არის, აი მაგან კიდე რაღაცა სხვა სული და სხვა მუღამი შემოიტანა და აი ეხაც აი აბსოლუტურად ყველა ისე მაგრად ერთობა და ისე კარგ დროს ვატარებთ, რომ რაღაცნაირად მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ და წეღანას ვთქვი და კიდე გავიმეორებ, რომ აუცილებლად დავპოსტავ ხოლმე და იცოდეთ, რომ ჩვენი გასვლების დროს თქვენთვის ყველასთვის კარი ღიაა და თქვენ შემოგვიერთით ხოლმე, იქნება ძალიან მაგარი. რა შეეხება ტექნიკურად, მატოზას მანქანამ გამაკვირვა, მანქანა რომელიც დაუჯდა მაქსიმუმ 1300 თუ რაღაცა ლარი, ზუსტად არ მახსოვს რამდენი თქვა. ანუ ისე იარა, რომ თან გრადუს ტესტზე მოხსნა რაღაცა ბიჭება მითხეს, რომ 63-მდეო. მოკლედ 62 გრადუსს აცდაო და ეგეთი ფაქტი არ ყოფილა რა, ანუ პირველია რა. ერთი სიტყვით მეგობრებო. უბრალოდ მინდა რომ ჩვენი სფერო გამრავლდეს ადამიანებით. და რაღაცნაირად არ ვიცი, ბავშვური გულით და რაღაც არც ვიცი ზუსტად როგორ ავხსნა რა. აი ძალიან დიდი ემოციით მინდა რომ გაგიზიაროთ ეს ყველაფერი და პრინციპში არ მეყო სიტყვები და ეხლა ეს ბოლოს სიტყვაში რეალურად მაინც ვერ გამოხატე ის ყველაფერი და ის ემოცია, რაც მე მინდოდა რომ ჩამექსოვა და როგორც უნდა ამეხსნა. მოკლედ, შემდეგ გასვლებზე ჩემ გამომწერებს გელით. აუცილებლად გაგაგებინებთ და ხო, მართლა ვინც ჯერ კიდევ გამომწერები არ ხართ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და რაც მთავარია, ზარისღილაკიც მნიშვნელოვანია.